ეს არის მოკლე მიმოხილვა ეკობიოლოგიის შესახებ. იცით, ეკომედია ტელევიზია ბაზალეთის ტბის მასალებს რომ გავეცანი, კიდევ ერთხელ დავწმუნდი, თუ რაოდენ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბუნების კანონზომიერებების ცოდნა ჩვენივე ყოველდღიური გადარჩენისა და ჯანმრთელობისთვის. პირველი, მოდით მარტივად ვთქვათ, საერთოდ რას ნიშნავს ეს ეკობიოლოგია. მოკლედ, ის ცოცხალ ორგანიზმებსა და გარემოს ცალ-ცალკე კი არ სწავლობს, არამედ განიხილავს როგორც ერთ უზარმაზარ ცოცხალ სისტემას. აი ზუსტად ისე წარმოიდგინეთ, როგორც ერთი ძალიან რთული მექანიზმი, სადაც ერთი პატარა დეტალის ამოღება ან იზოლირებულად განხილვაც კი სრულიად უკარგავს აზრს მთელ დანარჩენ პროცესს. მეორე, და ალბათ ყველაზე პრაქტიკული ისაა, თუ სად ვართ ჩვენ ამ ყველაფერში. რადგან ბუნება ერთი მთლიანი სისტემაა, ჩვენი ნებისმიერი თუნდაც ყველაზე პატარა მოქმედება, მაგალითად, სოფელ მლაშეში ერთი ჩვეულებრივი ხის დარგვა, ან ნიადაგის მოვლა ამ უზარმაზარი ეკობიოლოგიური პროცესის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ამ სისტემის დამცველები უნდა ვიყოთ და არა დამრღვევები. აბა დაფიქრდით, რამდენად ვაცნობიერებთ ხოლმე, რომ ჩვენი ერთი ლოკალური, თითქოს უმნიშვნელო ნაბიჯი პირდაპირ მოქმედებს გლობალური ეკოსისტემის დიდ ჯაჭვზე. ბოლოს კი აუცილებლად უნდა ვახსენოთ ხიმიური ჩარევის საფრთხები. რეალურად პესტიციდების გამოყენება პირდაპირ ძალიან უხეშად არღვევს ამ ბიოლოგიურ ჯაჭვს. ამიტომ მთავარი გამოსავალი ბიოსასუქების და ბუნებრივი მეთოდების პროპაგანდაა, რაც ჯანსაღი ეკოსისტემის გარანტიაა და პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. და აქ ჩდება მთავარი კითხვა. ნუ თუ მართლა გვიღირს რაღაც დროებითი სწრაფი შედეგის მიღება ხიმიური ჩარევით ჩვენივე ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად. საბოლოო ჯამში ეკობიოლოგია არ არის უბრალოდ თეორიული მეცნიერება. ეს არის ბუნებასთან ერთად გადარჩენის მთავარი ფორმულა.